იყო პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში დრო მიდის დრო მოდის და დროც დის ადამიანებს ადრეა ზოგჯერ და ზოგჯერ ვაგვიანებ მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელთვალებს სინანუს დრო უბრალოდ რაღაცა მინდა მამიკო რომ აგიხსნა გადი მეთქე არ მინდა შენ დანახვა ვერ გიტან ხო იცი როგორ მიყვარს ელენე უბრალოდ ხანდახან მგონია რომ ძალიან ეგოისტურად იქცევა გაიზრდება დაფიქრდება და მიხვდება რომ არასწორად ფიქრობს არა ჩვენ დიდები მოვიქეცთ ეგოისტურად მარტო საკუთარ თავზე ვიფიქრეთ ელენე რას იგრძნობდა მაგაზე ერთი წამი არ დავფიქრებულით აბადე მაგრამ უნდა შევწყვეტოთ ყველაფერი შეიძლება ეგრე წასვლა ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში დრო მიდის დრო მოდის და დროც დის ადამიანებს ადრეა ზოგჯერ და ზოგჯერ ვაგვიანებ უჯრებში ვეძებეთ ბაინდერებშიც ვეძებეთ ლამის ნაგავში დავიწყეთ გეკვა ეჭმიტანილი ხართ საქართველოს სისხლის სამართლის 177 მუხლის ბ ქვეპუნქტის მიხედვით. ეთერდი და მე ვარ. მოდივარ. კანია. შემოსაყვარები, ხომ შვიდობა? აი მე კი, უბრალოდ ისე მომენატრეთ, რომ არ შემეძლო, რომ არ შემოვიდო. სხვა დროს ვერ ვახერხებ დილით ბავშვის შუადღე სამსახური და აი მე როგორ ხართ ისე მომენატრეთ ისე. მე ძალიან მომენატრე, როგორა ჩემი ნათლული. მოიცა ბებო შემოვიდეს ჯერ რაც არის ეხლა საუზმურდით. ყავს ხო და? აუ, ყავა არ მინდა ვისაუზმე და შენი ნათლული არის უცელქესი და უმაიმუნესი, რო იცოდი. ესე იგი ნათლიას გავს. მე ცოქილა ვაიმუნე. ეს რა სტუმრები ყოლია. როდის შემოგვეპარე? შემოგეპარე თქვია, მას ჩამოვიღე კარი დილიდან. დაჭიქი. ბაბა. აი შენ არ გცხვენია ისე რამე რო იყოს, ერთხელ მაინც დაგერეკა. აი რა შენ თავს მიცავარ, აი მამიკო უთხარი რამდენჯერ დავაპირეთ, უბრალოდ დარეკვა და მისვა. არა მართლა, ხან მამა ვერ გამოდის სამსახურიდან, ხან მე მაგ ვერ დავალებ. დავიჯერა? უი, დღეს 15 წუთი ადრე უნდა მივიდეს სკოლაშიო. ხო, დეას უნდა დავეხმარო საკონტროლოში, რა მაინც და მაინც. აი, არა უშავს, მე ისედაც რაღაც გეგმები მაქვს შაბათ-კვირისთვის და ამიტომ გნახავ ისე. ბები. ახლა სიურპრიზი არის, ახლა თუ გეტყვი რა აზრია. მიდი წადი ახლა შენ სკოლაში და მე პარასკევს დაგირეკავ და შევთანხმდებით, კაი? აი, ანა ბოდიში დღეს მე მიმყავს სკოლაში. მომისმენი, გინდა მე წავიყვანა. არა, იყავით ილაპარაკეთ თქვენ. წავედით კარგად. კარგად. საყვარელია და როგორი გასრგილია. ნეტა გაბრიელის როდის გაიზრდება, ესე გამაკიჭებს მართლა. აი, ვერც გაიგებ ისე გაიზრდება. მამამის ნახლობს. სხვათა შორის კი, ხო იცი? ჯერჯერობით. შენ რა მინდოდა იცი მეკითხა შენ თუ რა? რა თქვი? ცოტა ხნის წინ მოლში მყავდა ელენიკო რაღაც სემს დაყვანილი და ნუ შორიდან კი დავინახე. მაგრამ ნუ ეგ იყო რა. ვინ კერესა ნახე? არა, გიორგი და ჩანსულია. როდის ნახე? ნუ სადღაც ალბათ 7-8 თვის წინ, ალბათ. 7-8 თვის წინ თუ ნახე, გიორგი იქნებოდა, კი.
ჩამოსული იყო და შემომიარა კიდეც. და რა მინდა? არ ვიცი. და მითხრა რომ მეც არ ვიცი რატომ მოვედიო. ერთ წავიდა. და როგორც გავიგე 1-2 თვის მერე დაახლოებით გაფრინდა ისევ ლონდონში. აი რა ბოდიში არ მოგითხა. არ მინდა კაცო, გადახარშული მაქვს, ეგ ამბავი ძალიან დიდი ხანია რა ბოდიში. ვითო? დამანებე ახლა. ჯობია მომიყევი შენაშვები. ეს კროსანი კარგად. რა ხო გადაიგერებთ ხო? ჩამოერთი. ყავლებს ხო? კაი მითხარი ხა შენ გადაგტყვა. რა ვიცი, მუშაობ და ვარ ვირივით. ოღო. ადამიანია. I would give you my hand until morning light. I will stay. არა, მთელი დღე თქვენ არ წავთ. რანაირად? მე რომ მოვედი უკვე ქერჩინა ბებო. ისე მართან ვიხარ, ეხლა ძინოს რა თუნდა. მაგრამ რო გაიღვიძოს? როდის დაიძინა? 20 წუთია. 1 საათი არ გაიღვიძებს. მე რა ვაბანაოთ? და მე რეაჭამი. კიდევ უნდა ვაბანაოთ? დაწინებამდე ხო ვაბანავეთ უკვე. იცი რა ძალიან კაია კანისთვის სუნთქავსო და მე ბანაობის დროს გოგოები განსაკუთრებით ისდებიანო. ანუ რამდენიმეჯერ თუ ვიბანავებ დღეში და გავიზრდები? ჰა? შენ ვერ. არ წამოყრე. მოქალაქე. თქვენ ბავშვი გონიათ თქვენ თავი. ბავშვი აღარ არის. უსაყვარლესი ბავშვი. ძალიან მიყვარხარ. ყველაზე ლამაზი ხარ დედამიწაზე, ხო იცი? ყველაზე. ესე იგი, ჩემი ლაპარაკი გააგვიძებს და ეს ხურში რო ჩაგვირის, ეგ არ გააგვიძებს, ხო? მეყრუ ვარ. სხვათა შორის ჩემ ლაპარაკზე ამაზე იღიმება და შენც ესე იყავი ბავშვობაში. მე ეხლაც ეგრე ვარ, ქალბატონო ლარი, თქვენ ლაპარაკზე. კი. ეხლაც ეგრე ხარ და დამცინი დილას აღამოს ხანდახ შუა დღესაც. ისე რატოა ეგრე პატარა ბავშვები რო იცინიან ხოლმე ბავშვობაში? არ ვიცი, დედა ჩემი ამბობდა რომ ანგელოზებს ხედავენო. მართლა? რა მართლა, რა მართლა, გააფრინეთ ეხა საერთოდ. არ ვიცი რომელ ანგელოზს ხედავენ ძალიან. მოქალაქე ურწმუნოა. მამა შენი ურწმუნოა. და შენ აქეთ ერთი ანგელოზი კიდე შეკეთ მეორე ანგელოზი და ტყუილს იწრებს ხედა. ჩედა რა სიხარული ხარ და რა ბედნიერება ხარ შენ ჩემო ანგელოზო მართლა. შენი ჭირი მე ჩემი სიხარული. ალო ხო კი არა მადლობის სათქმელად გირეკავდი მივხვდი და ეგრევე გავთიშე აი ახლა პრინციპში 15 წუთში უნდა შევიდე უკვე არა მეტი არაფერი მადლობა დიდი კარგად შედიხარ თუ იდგები მას? რო გაგიკვირდებოდა ვიცოდი, მაგრამ შოქში თუ ჩავარდებოდი არ მეკონა.
ხმელია უჩემობა? აქ ნახდათ არ გელოდი. დაჭი. ეგრეა ძმო, სადაც არ მელოდებიან იქ ვჩდები ხომ. არა მართლა აქ როგორ შემოხვედი, ადვოკატის მეტი არავინ ვნახავს. რავი, რაც ამის მინდობილობაზე მე ვირბინე. ასე მოგენადრე? კი, ეგეც არის. მაგრამ ზვიად ამითხრა, რომ ადვოკატის შეცვლა უნდა და თან სასამართლოზე მაინტერესებდა. მინდოდა, მაგრამ აზრი აღარ აქვს. რატო? ალიბი მე არ მაქვს. ჩემი ფიცის და გინების მოსამართლეს კი არა თქვენ არ გჯერათ. ასე არ არის? ძმობას გაფიცები. მაგრამ მე კი მჯერა, მაგრამ. ჰა. კარგი კაცი ხარ შენ. მისმინე და გასაჩივრებას აზრი არა აქვს, იქნება რამდენიმე წელი მოგაკლო. რაღა უნდა მომაკლო. ეს მუხლი 3-დან 7-მდეა. 4 მე მაქვს. რავი, 3 რომ მოგცენ რა. კარგი რა. 1 წელი არც იქეთ, არც აქეთ. ახლა მეც რამე არ დამეტოვებინოს გარეთ. როგორ გექცევიან? რავი, არაფერს ვაშავ. ხან წევარ, ხან მდგევარ. როცა მეტყვი გავდივარ სასეირნოდ. რამე ხო არ გჭირდება? არა. ხოიცი რაღაცები მე ჩემი ძლია. ვიცი. მაგრამ მადლობა არაფერი. და ისიც ხოიცი რომ მადლობის გამო არ მithქვავს. უბრალოდ ის გამაგებინა აქ რატომ ვარ. მეტი მართლა არაფერი არ მინდა. გამარჯობა. დაშვები. მეგონა აღარ მოხვედოდით, არეკოს ვაპირებდი უკვე. რა იყო, რა მოხდა? რაღაც 20 წუთი დამაგვიანა მეტი კი. კეთვირია 11-ის ნახევარს. მეილი არ ნახე? რამე მოიწერა, მომწერა რამე რა კარგათვა. ამ გაბრიელის გადამყიდა უბრალოდ აი მართლა ვერაფერს ვეღარ ვასწრებ რა. აი მე კი აქ მაგ. თან ელენე ვნახე და ამიტომ დამაგვიანდა ბავშვი 2 კვირა არ მყავდა ნანახი ბოდიში რა. რა ელენე მეგობრა? რა ვიცი ნორმალურად. ძალიან გასტილია ოღონდ. თან ეგეც ვერ ვნახე ნორმალურად, იმიტომ რომ ეთერი წაიყვანა ეგრევე სკოლაში. და ეთერს რატო დაყავს? მამის არ დაყავდა ხოლმე სულ? დაყავს, მაგრამ ნუ ხიც ეთერი რანაირი ტიპი არის. ყველანაირად უნდა რომ დაგვეხმაროს და ჯერ მარის ეხმარებოდა, ეხლა კობას ეხმარება. კობას რაღაცირს. ეგეც ბევრს მუშაობს. რა ვიცი, ეხლა ვიღაცამ ფონდა არჩინოს ოჯახი. რა ხდება იქ, რათა თვირიანი ხარ? არაფერი გოგოები ჭორაობდნენ HR დეპარტამენტში, რომ ჩვენი ბანკი გაიყიდაო. რაო? მოიცა რა სიშოს გაიყიდა, ვის? არ ვიცი, მაგდენი მეც არ ვიცი, წამოშევიდეთ და გავიგებთ ახლა. კაი რა. გამარჯობა, უკაცრავად. თიში. უკაცრავად. ცოტა უფრო დიდი შესავალი მქონდა მოფიქრებული, მაგრამ მე მგონი აჯობებს პირდაპირ საქმეზე გადავიდე. ნამდვილად, უწუჩი ვიქთან მოგშეხვედრა. მოკლედ. ჩვენმა მფლობელმა გადაწყვიტა, რომ საბანკო საქმე მისთვის საინტერესო აღარ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრა. ანუ გადაწყვიტა ბიზნესის გაყიდვა. გადაწყვიტა თუ უკვე გაყიდა? ისე არ დაიჯერეთ, მაგრამ ეს ორივე ფაქტი თითქმის ერთდროულად მოხდა. რამდენადაც ჩვენ ვიცით, საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს და როგორც კი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენს ერთ-ერთ მეგობარ ბანკს დაუკავშირდა ინგლისში. ანუ ემათაც მეტი რა უნდათ გუშინ მე და ამერიკის და საბუთების მოწესრიგება მომთხოვეს. ანუ ეს მას ნიშნავს, რომ ხა ჩვენ ინგლისური ბანკის ფილიალი ვარ? კი. ზუსტად ამას ნიშნავს. ჩვენ უნდა არაფერი.
მუშაობა უნდა გააგრძელოთ. ო, სხვათა შორის ჩემი მფლობელის ერთ-ერთი პირობა ზუსტად ეგ იყო. რომ ჩვენს თანამშრომლებს ახალი მფლობელი არ უნდა შეხებოდა. ნუ ეს არ შეეხება მხოლოდ გენერალურ დირექტორს. ეს პოსტი თავად ინგლისელებმა მოითხოვეს და თავიანთი სასურველი გადრის დანიშნეს. ანუ ინგლისელი დირექტორი გვეყოლება? არა, ქართველია. თუმცა ბოლო რამდენიმე წელია იქ ცხოვრობს და იქაური განათლება აქვს მიღებული. და არ გვეტყვით ვინა? როგორ არა? თუ ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნებათ? გიორგი გუნია ჩვენი ახალი დირექტორი. რა გჭირს ბიჭო დალეწი აქაური. აი ნახევარზე მეტი უკვე გადასაყრელია. მე გადავყარო. თუ ან ჩემ გარდა ხედავა კიდევ ვინმეს? ჯა, ზვია და არ მოსულა? არა და მესამეჯერ გადავუდე იმ კაც შეკვეთა უკვე რა. ხარ ყოველწილ ნახევარ საათში ერთხელ ურეკავ და ხარ საცობში ვარ, ხარ მანქანა მეფუჭდება. მე მაგკაცთან დარეკვა ზვიადას დაურეკე. ნერვებს თუ მიშლი დაურეკე უკვე. მე? არაფერი, რამეს გააგებინე. ერთ მუცელი ტკიოდა და მეორეს შიოდა და დარბოდა გიჟივით იკიტაკით. ისე მაგანაც რა აიტეხა ეს ტყუპები რა გეგონება რამის მომლელი იყოს. საერთოდ ვინმეს? ახლა მერტმა ჯავშთელები გაუზარდეთ. ჩვენ კი დავკარგეთ ზვია. არა, მაგას სერიოზულად და დაველაპარაკოთ. აი რა, მაგას ამოფაულობდი რა. ხო. აი ნუ გაჭრები რა, წამო რა. ძალიან ცუდად ვარ. რა გჭირს? ციხეში ვიყავი დღეს. რა? არსენასთან. რა გინდა? ბიჭო, ძალიან მენერვიულება რა. აუ მე კიდე ძალიან ნერვები მეშლება რა. აი მაგის მერი აგვერია ყველაფერი აქ რა. მგონია რომ სულ ტყუილაზის რა. მოდი გული გიგძნობს? თუ დიდონ გითხე. სერიოზულად გეუბნები. ხო, მე სერიოზულად გეკითხები. ანუ რატო გონია რომ უდანაშაულოა? არ ვიცი. მომისმინე? ფული იყო? იყო. ხო და მორჩა. ანუ მე არ ამიღია, შენ საერთოდ არ იცოდი სადიდო და ზვიადას რო არ აუღია, ეგ ორივემ კარგად ვიცით. აი არ მინდა რა ამაზე ლაპარაკი რა. წამო რა ვიმუშავოთ რა. I heard you say meet you in the long grass. Something good at long last. When we're away next to me, I found you by the old tree. Something we can both see. When we're away. Oh, let's run away and not know where we are going to. Let's go far today and it's all gonna be wonderful. ხო მითხარი სარეცხი გაფინეო. მერე? ხო დავფე. ამდენი ხანი? ო რა ვქნა სწრაფად არ შემიძლია. კაი მომე მე გავფენე შენ ამათ მიხარ. არა იყოს ეს მირჩევნია. მიდი მეთქი. ზაო გამარჯობა. რატო პიროდო ჩემი კაჭური კაციო რატო ჰა? ხო არჩიაო ჰა? ნი მე მგონი შმაგიშია. მაგას ვაჭამე უკვე ხა გვანსას უმზადებ და მოვალ. შენ ხარ მოცელა. რა იყო მამი? შენი დაიყო მშერი და შენ ტიროდი? ჰა? მოდი ჩემთან, მოდი. რაო ჩემო ანგელოზო. რაჩე. მოდი ჩემთან ჩემი პრინცესა. აი, დედიკოც მოვიდა და თავის გოგონას გემრიელი საჭმელი მოუტანა. გვანსა ეგ. აბა? ეს არის გვანსა.
მოიცა, მაშინ ამას რატო აცვია ეს? ხო, აი ვარდისფერი ბოდე რატო ჩააცვი, ეგ მეც მაინტერესებს. არ ვიცი რა, პამპერსები რო აცვიათ ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ. აუ, შვაგის გონი პამპერსია ურს გამოსასწორ და ნახე რა მიდი შემოწმა. აუ, წეღან არ გამოუცვალე? ნახე კიდე. ისე რასაც ამ ბავშვებს ვაჭრევთ, ეგ შეიძლება? რას ნიშნავს შეიძლება? პედიატრმა რა თქვა ვერ გაიგე? რა ვიცი, ისეთი სუნი აქვს, რომ გონია რომ ეს საჭმელი წვენთ. არა, ნუ გეშინი არ წვენთ. და არ შეიძლება რომ სველი ხელსახუცით გავწმინდო. მაინც და მაინც უნდა დავბანო? მიდი ჩემო სიცოცხლე ძალიან კარგად იცი რაც უნდა ქნა. აი, წამო მამა, წამო დავიბანო, წამო. გემრიელია რა? გემრიელია ხო ჭამე. მეორე აშმაგისი. ვიცი. დადე. რატო გააფრთხილე, რამდენი ნაჭერი უნდა გამოგეცხო? მაგიტო კი არ გეუბნები. იმიტომ გეუბნები, რომ სტუმარს უნდა დაელოდო. დედა, სტუმარია მე ჩემი ძმა? არა, მაგრამ როგორ გაგჭედე, ხო და? დადი გააგერ. მიდი. ვაჰ, როგორ ხარ? აუ, მოდი, თორე მოვკვდი შიმშილით. რა, დედა? აქავა რა, მოდი, მაიმუნია ეგ ბავშვი. შენ ძმას მაინც დამსგავსებოდი. აუ, ყოველ ჯერზე რატო წუხდები ხოლმე? რა გინდოდა ამდენი? უნდა, რატო არ უნდა? აუ, როგორ მომენატრე ისე? მე რა გიშლის ხოლს? სანამ არ ვიკივრებ და არ ვიწივებ, მანამდე რო არ მოდიხარ. ვაპირებ ხოლმე ამოსვლას, მაგრამ მერე? მიდი ახლა, მიდი გადაიღე. გადაიღე, ჭამე და გემრიელად გამოგვანცხავ მერე. ახე რა, მე ესე კი არ მეფერება, აშკარად შენ უფრო უყვარ ხარ. ხო, არ იცი რომ მე უფრო უყვარ ვარ? თან მე ბევრად საყვარელი ვარ. საყვარელი და სევდიანი. აბა რა ხდება? არა, არაფერი, ყველაფერი კარგად არის. საყვარელო მომისმინე. შეიძლება მე და შენ ბევრი დრო დავკარგეთ და გგონია რომ კარგად არ გიცნობ. დედის ინტუიციაზე გაგიგია რამე? აი დედა რა არ ჭირს არაფერი, საიდან მოიდანე? რა ხდება? არა, უბრალოდ ისეთი ადგილიდან მოვდივარ. საიდან? რა მოხდა? ციხეში ვიყავი, ჩემ ყოფილ თანამშრომელთან. უი, ის ფული რომ მოიპარა. და მერე? რა ვიცი, ვეღარ გავიგებდი, მაგან მოიპარა თუ არა. ველაპარაკე თვითონ მამტკიცებს, მე არ ამიღიო, სიმართლე გითხრა, მეც ვერ ვიჯერებ ვერაფერს. და მოიცადე, თუ მაგან არა იყო, აბა ვის უნდა იყო? არა და მაგის გარდა იქ არც არა ვიყოფილა მეტი. არა, საინტერესოა. კარგი, მოდი არ გვინდა მაგ თემას. ხო, მიდი. სხვა რამეზე ვილაპარაკო. მიდი ჭამე გემრიელი. ეხავე მოვა, ხო? მიდი დროზე. გემრიელია. შეგიძლია არ გინდა? There's a place I go when I'm all alone. კობა, კარგად ხარ? კი, ვერ გავიგე როდის გამოხვედით უბრალოდ. არა, წყალი მომინდა და შენ რატო არ გძინავს? რავი, რაღაცებს ვაკეთებდი ვითვლიდი და მკვეთისთვის რაღაცას. მე დითი ითვლიდი თითებით? არა, მორჩი წერან და მე ყავდავლი გამოდის. მართლა კარგად ხარ? კი. დაწეკით რამეს და ხო იცი თუ რამეა მაქავარ? კი, ვიცი. კაი, დაწეკი შენც რა გამოიძინე. Male, male, ხომ იცი რომ